გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომელიც აზერბაიჯანში გაფორმდა, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. გაურკვეველია, ვისი გაზი ვიყიდეთ, რა ფასად, რა ხელშეკრულება დაიდო, ან ხელშეკრულება გაგრძელდა თუ არა, რომელიც დღემდე მოქმედებდა. დღემდე, ანუ წლის ბოლომდე მოქმედებს ხელშეკრულება საერთაშორისო კონსორციუმთან, რომელიც აზერბაიჯანში მოიპოვებს გაზს. მაგრამ ეს არ არის აზერბაიჯანის სახელმწიფოს კუთვნილი გაზი, ანუ სოკარის გაზსაც უწოდებთ. ეს არის დიდი მსოფლიო საერთაშორისო გაერთიანების, ასე ვთქვათ, კუთვნილი რესურსი, სადაც ძირითადი აქციონერები არიან British Petroleum, Total Energy და ასე შემდეგ, მათ შორის აზერბაიჯანის სახელმწიფო, თურქეთი და სხვა კომპანიები. და ამ გაზს ჩვენ ვღებულობდით 23 წლის განმავლობაში სიმბოლურ ფასად. $55 1000 კუბურ მეტრს. შემდეგ პატარა კოეფიციენტით იზრდებოდა და დღეისათვის ჩვენ მასში ვიხდით $70. ანუ სამჯერ იაფად ვიდრე ზოგადად ვყიდულობთ გაზს და დაახლოებით ეს არის თითქმის 10ჯერ იაფი, რაც ევროპაში გაზი იყიდება. რატომ ასეთი შეღავათი, ასე ვთქვათ? ეს არ არის შეღავათი, ეს არის ჩვენს ტერიტორიაზე გატარებული გაზის ტრანზიტის საფასურის დამატებითი კომპონენტი. ჩვენ ტრანზიტის საფასურად ვიღებთ გატარებული გაზის 5%-ს. ეს არის დაახლოებით 1,1 მილიარდი კუბური მეტრი. მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი, როდესაც ხელშეკრულება გაფორმდა და დამატებით საქართველოს შეღავათის სახით 500 მილიონი ყოველწლიურად მიიღო სიმბოლურ ფასად. ამ ხელშეკრულებას გაზდის ვადა. ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, როგორც განცხადებებიდან გვესმის, სოკართან, ვინაიდან საქართველოს ნავთობის კორპორაციამ და აზერბაიჯანის ანალოგიურმა კორპორაციამ, ანუ სოკარმა, სახელმწიფო კორპორაციამ გააფორმეს ერთმანეთში ხელშეკრულება. რა შვაშია სოკარი აქ? ჩვენ აზერბაიჯანის კუთვნილ გაზს ვყიდულობთ, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის. ჩვენ ამ გაზს ვღებულობთ ძველი საბჭოთა ყაზახის აგურამოს მილით, რომელიც შემოდის საქართველოში და ეს არის აზერბაიჯანის კუთვნილი გაზი, რომელიც სოკარს ეკუთვნის. მაგრამ ჩვენ ბაქო-თბილისი ერზერუმის მილსადენიდან ვღებულობდით 1,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს. დაახლოებით 1,1 მილიარდი ეს არის ტრანზიტის საფასური, ხოლო დაახლოებით სადღაც 500 მილიონ კუბურ მეტრამდე ეს არის დამატებითი გაზი, ანუ შეღავათიანი გაზი. ეს არის 1,5 მილიარდი, რომელიც არ ეკუთვნის აზერბაიჯანის სახელმწიფოს. და საქართველოს მთავრობამ ამ მილში ჩვენი 1,5 მილიარდი გატარების რესურსი და სივრცე გადასცა აზერბაიჯანს და 3 წელიწადია ჩვენ უკვე გაზს არ ვღებულობთ ყველაზე დაცული და მრავალმხრივ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მილსადენიდან, რომელსაც ბაქო-თბილისი ერზერუმის მილსადენი ჰქვია და აზერბაიჯანიდან შემოტანილი გაზი, ანუ აზერბაიჯანული გაზი და საერთაშორისო კონსორციუმის საკუთრებაში არსებული გაზი ერთობლიობაში 2,5 მილიარდი კუბური მეტრი დღეს შემოდის უკვე ძველი საბჭოთა ამორტიზებული მილიდან. მისი ჭერი გამტარიანობისა არის 2,5 მილიარდი. საპროექტო მოცულობა 8 მილიარდია, მაგრამ ეს არის ამორტიზებული, გახვრეტილი იყო, დაჟანგული იყო, ჩაკერეს, აღდგა, ასე ვთქვათ და ეს არის რეაბილიტირებული მილი, რომელსაც მეტის გატარება არ შეუძლია. ჩვენ რომ დაგვჭირდეს დამატებითი გაზის შეძენა აზერბაიჯანისაგან, ფიზიკურად ვერ შემოვიდანთ, ნაირად ეს მილი გასკდება. ასია დღევანდელი მდგომარეობით და 100%-ს უკვე გაზისას, რაც აზერბაიჯანიდან შემოდის, ისე ვიმეორებ, ორი საკუთრების, ასე ვთქვათ, წყაროდან აზერბაიჯანის სახელმწიფო გაზის სოკარის და აზერბაიჯანში მოპოვებული საერთაშორისო კონსორციუმის გაზი დღეს გადასროლილია იმ მილსადენში. რა მიიღო ამით საქართველომ? დავთმეთ ეს სივრცე, საპასუხოდ რა მიიღო? რა დათმო აზერბაიჯანმა? რა ფასად გაფორმდა ახალი კონტრაქტი? ან უნდა გაგვაგებინონ რა არის ეს? სოკართან გაფორმებული უკვე თავიდან სულ ახალი კონტრაქტი თუ ის რაც კონსორციუმთან იყო მანამდე დადებული და
მისი გაგრძელება მოხდა და ამბობენ რომ 20 წლით მოხდა ძველი კონტრაქტის გაგრძელება. რა პირობებით, რა ფასით. თუ 20 წლით ახალი კონტრაქტი დაიდო. ამ კითხვებზე უნდა გაეცა მთავრობას პასუხი, მაგრამ ძალიან ასე ვთქვათ, ბუნდოვანი და პროპაგანდისტული განცხადებები აკეთეს. მაგალითად, დიდი სიამაყით განაცხადა ყობახიძემ, რომ თურმე შესაძლებელია ბაქოს სუფსის მილსადენი ამუშავდეს. და რა ეს საქართველოს ოცნების მთავრობის დამსახურებაა თუ ამუშავდა? თუ მართლა ამუშავდა უკრაინის დამსახურებაა, რომელმაც დაბომბა ნოვოროსისკში. ნავმისადგომები, საიდანაც ხდება ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება იმაში მსოფლიო ბაზარზე. და მუდმივი პრობლემები აქვს ნოვოროსისკის პორტს. და რაღაც პერიოდში გაჩერებულიც კი იყო. ამიტომ ყაზახეთი ფიქრობს, რომ თავისი ნავთობი გადმოიტანოს ბორანით, აგერ კასპიის ზღვაზე და შემდეგ ჩაასხას ბაქოსთან ახლოს და შემდეგ წამოვიდეს უკვე ის სუფსაში და სუფსიდან გავიდეს. მაგრამ ეს რომ გაჩერდა, იმიტომ კი არ გაჩერდა, რომ ვიღაცას ასე ვთქვათ არ მოწონდა ეს მილსადენი, იმიტომ რომ ამუშავდა ბაქო-თბილისი-ჯეიხანი, რომელიც დღეისათვის ნახევრადაც არ არის დატვირთული. აზერბაიჯანის კი არა, თურქმენეთიდან და ცენტრალური აზიიდან რომ შემოვიდეს უზარმაზარი ოდენობის ნავთობი, მისი გატარებაც კი შეუძლია. მაგრამ ყაზახურ ნავთობს არ ურევენ, იმენიდან განსხვავებული ხარისხის არის. აზერბაიჯანის ნავთობი უკეთესი ხარისხისა, ვიდრე ყაზახური და ამ შერევით შემდეგ ასე ვთქვათ, მისი ხარისხი უარესდება და ფასი ეცემა და ამიტომ თავაზობენ, რომ ბაქო სუფსის მილსადენი, რომელიც გაჩერებულია, ასე ვთქვათ, ობიექტური მიზეზების გამო, რომ გამოიყენოს ყაზახეთმა. თუმცა ეს ტექნიკურად ჯერჯერობით არ არის ადვილი და საკმაოდ ძვირია თანაც იმასთან შედარებით რა ფასად და რა ასე ვთქვათ ხარისხით ატარებს რუსეთის გავლით ყაზახეთიდან ნოვოროსისკამდე მიმავალი აი ამ ნავთობსადენით, მაგრამ დღეს იქ ბევრი პრობლემაა, მათ შორის სანქციები და ასე შემდეგ. ასე რომ საკუთარ გამარჯვებად რომ აფორმებენ, რომ სუფსა ამუშავდება თორმე იმის ყობახეთის დამსახურებით. ან ხელშეკრულება გაგრძელდა და ისე ვიმეორებ რა გაგრძელდა. თუ გაგრძელდა სოკარი რაშვაშია. რატომ არაფერს ამბობს ბრიტიშ პეტროლიუმი, ტოტალი, რომელიც ასე მონაწილეობა საერთაშორისო კონსორციუმი რატო დუმს. თუ მორჩა ეს ყველაფერი, ის 500 მილიონი კუბური მეტის გატარების სივრცე დავკარგეთ ჩვენ და მხოლოდ 1 მილიარდი დაგვრჩა, რომელიც აზერბაიჯანს მივეცით გაურკვეველი ვადით და უკვე ფაქტობრივად ჩვენ ვყიდულობთ უკვე აზერბაიჯანის გაზს. ამას არ აქვს მხოლოდ ეკონომიკური მხარე. საერთაშორისო კონსორციუმის საკუთრებაში არსებულ გაზს იყიდით თუ აზერბაიჯანულ გაზს, მას ხო პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია. ამიტომ დღემდე არსებული მდგომარეობა გაუარესდა თუ გაუმჯობესდა. და რაც თავარია, რა ფასად დაიდო ხელშეკრულება. როდესაც დღეისათვის ის იყო $70 1000 კუბური მეტრი, ხოლო მანამდე 2013 წლიდან მოყოლებული $55 და ასე მცოცავად 56-17 და 3-4 წელიწადში რაღაც მცირეოდენი ასე ვთქვათ ღირებულებით იზრდებოდა. ამიტომ ყველა კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი და ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ საქართველოს ამ შემთხვევაში ხერა თუ არა და მეორეც რის ფასად დავთმეთ ჩვენ ეს 1.5 კუბური მეტრი სივრცე. ვიღაცა შეიძლება იფიქროს რომ აი ხომ გვაძლევს ჩვენ გაზს აზერბაიჯანი იმ ძველი მილსადენიდან. აწყობსათ და გვაძლევს ყიდის. ან შეიძლება ვიღაცამ თქვას, კი მაგრამ აგერ ევროპაში რომ გაყიდოს, ვერ გაყიდის. მორჩა უკვე. 22 მილიარდი, 23 მილიარდი არის ჭერი ბაქო-თბილისი ერზურუმის მილსადენისა, რომელიც აივსო. შარშან და წელს ბოლომდე არის ეს გაზი თუ კი ავსებული და რა რაოდენობის გაზიც არ უნდა მოიპოვოს აზერბაიჯანმა თავის ტერიტორიაზე, ის ევროპას ვერ მიაწვდის ამ მილსადენით. ახალი მილსადენის საშენებაზე საუბარიც არ არის და რომ დღეს განცხადება გააკეთონ და გადაწყვეტილება მიიღონ 7-8 წელიწადი ჭირდება მას. და მხოლოდ მისი ასე ვთქვათ დამატებითი გაძლიერება და პარალელური მილების გაყვანა კი არაა საჭირო, არამედ
ამ შემთხვევაში უკვე მოპოვების გადიდებაც არის, იქ შახდენის იქნება თუ სხვა კასპიის საბადოებიდან, რომელშიც ახებ დღეს საუბარიც კი არა. ამიტომ აზერბაიჯანული გაზი სადღაც უნდა გაყიდოს და რა თქმა უნდა საქართველოში გაყიდვით ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი ხეირობს. არავინ ასე ვთქვათ მუქთად არაფერს გვაძლევს. ყველა აი ამ გაყიდვის ოპერაციებში საკუთარი ინტერესები დევს. ჩვენი ინტერესები დაკმაყოფილებული იყო საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, როდესაც აქ გავიდა ნავთობსადენი და აქ გავიდა გაზსადენი. და საკმაოდ სერიოზული ეკოლოგიური ზიანი მიადგა ქვეყანას, მაგრამ უზარმაზარი ასე ვთქვათ ეკონომიკური და განსაკუთრებით პოლიტიკური ასე ვთქვათ ფარის ფუნქცია შეასრულა ამ პროექტმა. ასე რომ ყველაფერი აწონვადია და ამიტომ მოგვცეს ჩვენ გატარებული გაზის 5% უფასოდ. ამიტომ მოგვცეს $45 500 მილიონი კუბური მეტრი გაზის შეღავათი ამ ფასებში. ვინაიდან ჩვენ საკმაოდ გავიღეთ ჩვენი ტერიტორიის სახით. და ახლა რაღაც ხელშეკრულებას აფორმებენ და არავინ იცის რა დგას ამის უკან. როდესაც კონსორციუმთან ხელშეკრულებას აფორმებენ, ეს არის საჯარო. ეს არის მსოფლიო სტანდარტი გამჭვირვალობის. როდესაც აზერბაიჯანთან რაღაცას აფორმებ და აი ასე უნდა ვიმარჩიელოთ თუ რას მოაწერეს ხელი, ეს უკვე არის საბჭოთა სტანდარტი. ამიტომ გაასაჯაროონ ის ასე ვთქვათ ძირითადი მომუხლები, რაც აი ამ ხელშეკრულებებში არის ჩადებული, თუმცა დღემდე არ ვიცით რა გაფორმდა. აზერბაიჯანთან გაფორმდა თუ კონსორციუმთან გაფორმდა.